სამოქალაქო აქტივისტების მორიგეობის მეორე დღეს საოკუპაციო ხაზთან ინიციატივას დადებითად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა. მოქალაქეების წამოწყებას იწონებენ ანალიტიკოსებიც, ხელისუფლებას კი კონკრეტულ რჩევებს აძლევენ. მათი აზრით საოკუპაციო ხაზთან მონიტორინგი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს. აქედან ვაკვირდებით ვითარებას, ამ ადგილიდან საოკუპაციო ზოლამდე არის 2 კილომეტრზე მეტი. მორიგეობის მეორე დღემ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დღეს ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს საქართველოს ტერიტორიაზე არც მოქალაქეები გაუტაცებიათ და არც მავთუხლართები გაუპამთ. საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრის მოშორებით სამკაციანი ჯგუფი დილიდან ღამემდე გადაადგილდებოდა. რუსი ოკუპანტების საინჟინრო ჯგუფების დროული აღმოჩენის მიზნით. უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტები ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებასა და მედიას მიაწვდიან. ვაკვირდებით საოკუპაციო ხაზს მიღმა ნებისმიერ გადაადგილებას, მოქმედებას თუ შევამჩნევთ, რომ ეს მოქმედება, გადაადგილება რაღაც ჩვენთვის საფრთხე შემცველია, გვაქვს ვალდებულება მოქალაქეობრივ სასწრაფოდ ვაცნობოთ საზოგადოებას შემდეგი რეაგირებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ზოლიდან საკმაოდ მოშორებით, აქედან ვაკვირდებით დურბინტის მეშვეობით. აქედან ვახორციელებთ დაკვირვებას, ჩვენი მიზანია მხოლოდ დაკვირვება და არანაირი პროვოკაციის მოწყობა. ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობა შეთანხმებულია სამართალდამცველებთან. სწორედ მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობს საზღვრისპირა მონაკვეთზე მონიტორინგი. მოქალაქეების ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობები დადებითად აფასებენ. პატრულირება ცუდი არ არის. რაც უფრო ადრე შეიტყობს მოსახლეობა ამის შესახებ თუ რაღაცა ინციდენტი იქნება ადგილი გამყოფ ხაზთან, თავისთავად კარგი იქნება. უბრალოდ სასურველია, რომ მათი ყველა მოქმედება შეთანხმებული იყოს ძალოვან სტრუქტურებთან. სამოქალაქო ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკუპირებულ ცხინვალში. დე-ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები პროვოკაციულ ელემენტებს შეიცავს, თუმცა ქართველი ანალიტიკოსები ვითარების გართულებას გამორიცხავენ. კარგია ესეთი ტიპის ღონისძიებები, მაგრამ ეს არის ალბათ რაღაცა მაინც უფრო ერთი მიმართულებით ნამუშევარი. ანალიტიკოსები ხელისუფლებას კონკრეტულ რჩევასაც აძლევენ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ და დავსვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე ტიპის სისტემა, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას გააერთიანებს ოკუპაციის წინააღმდეგ. არსებობს თუ არა ქვეყანაში რეზერვის კონცეფცია, სადაც სპეციალისტების რეზერვის კომპონენტი არის გათვალისწინებული. არსებობს თუ არა საინფორმაციო ჯარების ხედვა მაგალითად ქვეყანაში, არსებობს თუ არა კიბერრეზერვისთა კონცეფცია. აი ამ ტიპის კონცეფციების ქვეშ უნდა გაერთიანდეს ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას. იმისთვის რომ სახელმწიფომ შეძლოს და ეფექტური პასუხი გასცეს ამ ყველაფერს, საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა და საჭიროა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ ეს არის პრობლემა, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს რეალურ საფრთხეს და თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა იყოს უფრო ეფექტური საგარეო პოლიტიკურ არენაზე, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, ნდობა აი ამ პროცესების მიმართ საზოგადოებაში. ყარაფილა ბერშუეთის ტერიტორიაზე ორგანიზაცია მძალა ერთობაშია მორიგეობა გუშინ დაიწყო. სამკაციანი ჯგუფი საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ვითარებას ყოველდღიურად გააკონტროლებს. 8 აგვისტოს კი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ და ოკუპაციას ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ.